ოდესა ბათუმი ფოტოდღები ამ სახელწოდების პირველი ფოტოფესტივალი ოდესის შემდეგ ბათუმში გაიმართება თავისუფალი ხელოვნების სივრცეში. ორგანიზატორებმა პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. ფესტივალის პირველი ნაწილი, რომელიც ძირითადად შემეცნებითი ხასიათის იყო და რამდენიმე მასტერკლას, ასევე გამოფენას მოიცავდა 3-დან 10 აპრილამდე უკრაინაში, კერძოდ ოდესაში ჩატარდა. 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით კი ბათუმში ფესტივალის მეორე ნაწილი გაიმართება. გამოფენილი იქნება ფოტო მანიპულაციები, რომლებიც დამთვალიერებელს აჩვენებს, როგორ შეუძლია ვიზუალურ გამოსახულებას ისტორიული მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შექმნას. კონცეფცია და მიმართულება ფესტივალის ჟანრობრივად რომ ვიმსჯელოთ, ეს არის ფოტომანიპულაცია. წარმოუდგენელი იქნება დაახლოებით 6 ან 5 სავარაუდოდ სრულფორმატიანი, სრულმასშტაბიანი, ასე ვთქვათ, გამოფენა, როგორც თან კურატორული ნამუშევარი, მასტერკლასი და ვორქშოპი, რომელიც გამართება 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით. ფოტოფესტივალი ოდესა ბათუმი. პირველი ეტაპი ეს ჩატარდა და ოდესაში 3-დან 10 აპრილამდე. უკვე რამოდენიმე ქვეყნიდან ვიცით, ვინც იქნება წარმოდგენილი ფოტოგრაფები, ბევრთან კიდევ მოლაპარაკებები გვაქვს. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი, ბათუმში პირველი საერთაშორისო ფოტოფესტივალი, რომლის თვითონ იდეაც იმით არის საინტერესო, რომ ორ ქვეყანაში ერთდროულად მიდის, ანუ იწყება ოდესაში, უკრაინაში და გრძელდება ჩვენს ქალაქში და თემა ერთი და იგივეა, იქ დაიწყო ჩვენთან მთავრდება. ბათუმი ოლიმპიური ცეცხლის მოლოდინშია. ფესტივალ თბილისი 2015-ის მონაწილეებმა ბათუმში ოლიმპიური ცეცხლის დასახვედრად გენერალური რეპეტიცია გუშინ გაიარეს. ანთებუთ შირაღდან საქართველოში 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ჩარტერული რეისით საბერძნეთიდან ჩამოიტანენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება დახვედრის საზეიმო ცერემონია, საიდანაც დაიწყება ესტაფეტა და ცეცხლს ბათუმის პიაცამდე მსვლელობით მიიტანენ. ცნობილია, რომ ანთებუთ შირაღდანს აეროპორტიდან ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი რუსუდან სიხარულიძე გამოიტანს და მეჭირაღდნეს გადასცემს. ოლიმპიური შირაღდანი აეროპორტის გზატკეცილიდან ლიღდა